როდესაც სკიტის უდაბნოში მონაზონთა შორის ყველაზე გამოცდილ მამებთან მიმედით მე და წმინდა გერმანე, რომელიც ადრეული ასაკიდანვე ჩემი სულიერი მეგობარი იყო როგორც სასწავლებლებში, ასევე მსებრობაში და ბოლოს დამდეგილურ ცხოვრებაშიც. ვნახეთ იქ ამბა მოსე, წმინდა კაცი არა მხოლოდ საქმითი საქმიანობის მხრივ, არამედ ამავე დროს სულიერი მწვეტელობით გაბწყინებული. ამიტომ სწორედ მას ვევედრეთ ცრემლით, რომ ახშენებითი სიტყვა ეთქვა ჩვენთვის, რითაც შევძლებდით სრულქმნილებამდე ზეახსვას. როდესაც მეტისმეტად მევედრეთ, გვითხრა, შვილნო, ყველა სათნოებასა და საქმიანობას რაღაც მიზანი აქვს. ვინც ამ მიზნისგან განიმზირება, თავის თავს წესრიგში აქცევს და სასურველ შედეგს აღწევს. თუნდაც მიწის მუშა, რომელიც დაითმენს ზოგჯერ მზის მწყურვარებას, ზოგჯერ კი სიცივის სუსხს. გულმოდგინედ ამუშავებს მიწას, აქვს ამიზნად ეკლებისა და მცენარეებისგან მისი გაწმენდა. შედეგი კი მისთვის ესანაყოფით თკბობა. ასევე ვაჭარიც, რომელიც არ დაგიდევთ არც ზღვის, არც ხმელეთის საფრთხეს, გულმოდგინედ ესურება ვაჭრობას. აქვს რა მიზნად ამ გზით სარგებლის მიღება. შედეგი კი მისთვის ესაა მიღებული სარგებლიდან გამომდინარე განსხრომა. ეომარიც ამგვარადვე არაფრად რაცხს ომების საფრთხეს, არც გულწრფობის უბადრუკობას, რადგან მიზნად აქვს სიმამაცის გზით სამხედრო პატივში დაწინაურება. შედეგი კი მისთვის ესაა ხარისხიდან გამომდინარე სარგებელი. სწორედ ასევე ჩვენეულ აღთქმასაც თავისი მიზანი და შედეგი აქვს, რისთვისაც ყოველგვარ შრომასა და სიმძიმეს წადიერად დავითმენთ ჩვენ. რადგან სწორედ ამის გამო არ გვიჩანს კანჯვათ მარხვა თავს უჩმელობა, ამის გამოა საამური ჩვენთვის მღვიძარება თავს დამაშვალობა, ამის გამო ხდება საწადელი წერილთა ტითვა და შესწავლა. ამის გამო აღვასრულებთ მოსწრაფებით მძიმე შრომას, მორჩილებას, ყოველგვარი ქვეყნიური საქმისგან განძარცულობას და ამ უდაბნოში მკვიდრობას. თქვენ კი, რომლებმაც მოიძაგეთ თქვენი სამშობლო, ნათესაობა, მთელი სოფელი, აირჩიეთ უცხოობა და მოხედით ჩვენთან, მდაბიო და უბირ ადამიანებთან. მითხრით მე,ნობოვია თქვენი მიზანი და რა შედეგისთვის იმოქმედეთ ეს ყოველივე. ჩვენც უპასუხეთ და ვთქვით. ცათა სასუხევლისთვის, ამაზე ამბა მოსემ გითხრა. კარგად თქვით შედეგის შესახებ, მაგრამ ის არ გითქვამთ, მიზანი რაა ჩვენი, მისკენაც განვიმზირებით, რომ სწორი გზისგან გადაუხრელად შევძლოთ მიწვდომა ცათა სასუხევლისა. როდესაც ჩვენი უნაცრება ვამიარეთ, ბერმა მოგვიგო, ჩვენეული აღთქმის შედეგი, როგორც ითქვა, სასუფეველია ღვთისა, ხოლო მიზანი ესაა გულის სიწმინდე, რომლის გარეშეც შეუძლებელია ხსენებულ შედეგამდე მისვლა. ამიტომ, სწორედ ამ მიზნისკენ უნდა მივმართოთ ყოველგვარად ჩვენი გონება და თუნდაც მცირედით სწორი გზისგან გამრუდება შეემთხვეს ზოგჯერ გულს. მღისველკანვე უნდა შემოვაქციოთ იგი და დასახული მიზნის, როგორც თითქოს და სამშენებლო ლატანის საშუალებით კვლავ განმართოთ. ეს იცოდა ნეტარმა პავლე მოციქულმაც უთქვამს, რა, უკანათა დამვიწყებელი, ხოლო წინათა მიმართ გაწვდომილი მიზნის შესაბამისად ვისწრაფვი, ღვთის ზენახმობის ჯილდოსკენ, ამ მიზნის გამო ვაკეთებთ ჩვენს ყოველივეს, ამის გამო მოვიწაკებთ ყველაფერს, მამულს, ათესაობას, ქონებას და მთელ სოფელს, რათა მოვიპოვოთ გულის სიწმინდე. თუ დავივიწყებთ ამ მიზანს, უთუოდ ის მოხდება, რომ ჩვენ როგორც სიბნელეში მავალნი და სწორ გზას აცდენილნი, მრავალგზის წამოვიკავთ ფეხს და მრავალგზის შევწდებით, რადგან ბევრს დამართია ამგვარი რამ, რომლებმაც განდეგილობის დაწყებისას, თუმცა მოიძაგეს სიმდიდრეც, ქონებაც, მთელი სოფელიც, მაგრამ მოგვიანებით ბანის ფუნემსის ან კიდევ საწერი ქავნისა, თუ წიგნის გამომრისხანება და ბუნისწყრომა აღძრეს, რაც, რა თქმა უნდა, არ შეემთხოვოდათ მათ. მიზანი რომ გასცენებოდათ ის მიზანი, რის გამოც მოიძადეს ადრე ყველა ნივთი. მართლაც, სწორედ მოყვასის სიყვარულისთვის უგულებელ ყოფთ სიმდიდრეს, რომ ამის გამო არ ვებრძოლოთ მას, არ გავამძლავროთ მრისხანების სულისკვეთება და არ დავეცეთ სიყვარულისგან. ამიტომ, როდესაც უმნიშვნელო საგნების გამო იმავე მრისხანების სულისკვეთებას მავლენთ მოყვასის მიმართ, უკვე დაცემულნი ვართ ჩვენი მიზნისგან და განდეგილობის სარგებელის არაფერია ჩვენთვის. ესეც იცოდა ნეტარმა მოციქულმა, ამბობდა რა, თუნდაც დასაწვავად მივცეთ ჩემი სხეული, მაგრამ სიყვარული ამ კონდეს, მე რაფერს მირგებ, აქედან ვსწავლობთ, რომ სულ ქმნილება მყისვე კი არ მოგვიახლება. რა ამ სამასოფლის საქმეთაგან განვიძარცვავთ თავს და განუდგებით, არამედ სიყვარულში წარმატების შემდეგ, რომლის თვისებებსაც ასე აცებს მოციქული, ამბობს რა, სიყვარული არ მოსურნეობს, არ მზვაო, ბრობს, არ მრისხანებს, არ იჩენს არ ძულს, არ ცუდმედიდობს, არ განიზრახავს ბოროტს ეს ყველაფერი, თავის მხრივ შეარგენს გულის სიწმინდეს. სწორედ ამის გამო უნდა მიქმოდეთ ყოველივეს, ქონებასაც მოვიწაგებდეთ, მარხვასაც და მღვიძარებასაც წადიერად დავითმენდეთ, საღვთო წერილის კითხვასაც და ფსალმუნებასაც ავასრულებდეთ. ამიტომ ზემოთქმულთა გამო არ უნდა უგულებელ ყოფდეთ ხსენებულ სიწმინდეს, თუნდაც ის შეგვენთხვეს, რომ რაღაცა აუცილებლობისა და ღვთივდაშვებული მოუწლელობის გამო ჩვეული მარხვა და წერილის კითხვა დავიბრკოლდეს, რადგან არათუ ესოდენია სარგებელი მარხვისა, რაოდენიც მავნებლობა მრისხანებისა, არც თუ წერილის კითხვა აებოდენ სასარგებლო, რაოდენ საზიანოც არის მოწაგება ძმისა და მისი შეურვება. მართლაც როგორც გითქვამს, მარხვები, მღვიძარებამი, წერილში განსწავლა, სიმდიდრის განძარცვა და მთელი სოფლისგან განდგომა, ეს ყოველივე სრულქმნილება როდია, არამედ სრულქმნილების საშუალებანი, რადგან არათუ ამათ შეიპოვება სრულქმნილება, არამედ ამათ მიერ შეგვეძინება. ამიტომაც თუჭად ვიქადით, მარხვით, მღვიძარედით, უპოვარებით, წერილთა კითხვით, რამს, ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულში არ წარვემატებით. ვინაიდან სიყვარულში წარმატებულს თავის თავში ყავს ღმერთი,
და მისი გონება მარადის ღმერთთან ღიეს.